ეუთო, რომელსაც საქართველოს არჩევნების აღიარების გამო ქართული ოპოზიცია და მათი მოკავშირე ევროპელები თავს ესხმიან, საქართველოს ხელისუფლებას საყუდურობს. ორგანიზაციას ირკვევა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება სურს ეუთოს კრიტიკოსები, ახლა მის მომხრეებად და მხარდამჭერებად იქცნენ. მეგინ არსავიძე თემით პირდაპირ ეთერში. საქართველოში რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, ეს უკვე მკაფიოდ ითქვა, მათ შორის სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. 26 ოქტომბრის არჩევნები დადებითად შეაფასა ეუთო ოდირმა, თუმცა პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი ეს ობიექტური შეფასებები არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული ოპოზიციისთვის და მათი მოკავშირეებისთვის. თავდასხმის სამიზნე ეუთო ოდირი გახდა. ახლა ითხოვენ საქართველოში იმ დამკვირვებლების და სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, რომლის დასკვნასაც არ ითვალისწინებენ. ქართული ოპოზიციისა და ევრობიუროკრატების მიერ მწვავედ გაკრიტიკებულმა ეუთო ოდირმა თავი ვერ დაიცვა, ბოლოს თავდასხმაზე გადავიდა და კრიტიკით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. სინანულს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო ოდირის დამკვირვებლებს არ იწვევს. განცხადების ტექსტი კრიტიკულია და იმეორებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის გზავნილებს. ოდირი სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც საქართველოს მიერ ბოლო 2 წლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან გადახვევაა. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ მზადაა სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მის დროულად მოწვევას. ოპოზიციამ ჯერ ეუთო ოდირის დასკვნაში ამოიკითხა არჩევნების დადებითი შეფასება. შემდეგ ისინი ბოიკოტის გამო ეუთოს გენერალურმა მდივანმაც გააკრიტიკა. ამის მიუხედავად არჩევნებში დამარცხებულები ისევ გაყალბებაზე საუბრობენ და ყველა საკითხს საკუთარ ვიწრო პარტიულ დღისწესრიგს სარგებენ. ნაციონალები კი ეუთოზე საუბრის დროსაც ვერ ცდებიან მსჯავრდებული სააკაშვილის თემას. ჯერ კიდევ 2024-ში რაც გააკეთეს, ის იყო რუსული სპეცოპერაცია, იმის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერი კვლავ ციხეშია. ეუთო ოდირს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარება არაპატია ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმაც. მწვავე კრიტიკა ისმოდა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო? ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთოს გუნდში, სამწუხაროდ. ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ეუთო ოდირის დასკვნა ჯერ ევროპულ სტრუქტურებში უნდა აღიარონ. აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ სადამკვირვებლო მისია სწორედ ქართული არჩევნების დადებითად შეფასების გამო გახდა მწვავე კრიტიკისა და შეტევის სამიზნე. ჩემი აზრით, მათ მისამართი ეშლებათ. უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართონ ალბათ იმ ძალებს, რომელმაც პირდაპირ დახიეს და გადააგდეს პოლიტიკურ სანაგვეზე ეუთო ოდირის საპარლამენტო არჩევნების დასკვნა. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში ეხვეწება და მოუწოდებს ეუთო ოდირის ყველა წევრს, რომ პატივი სცეს ეუთო ოდირის დასკვნას. ეს არ იყოს რაღაც უბრალოდ ცირკი და ეს იყოს რეალური, პრაქტიკული და ეფექტიანი პროცესი, ამისთვის აუცილებელია, რომ მარტო საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, უშუალოდ ევროკავშირმა და ეუთოს წევრმა ქვეყნებმა პატივი სცენ ეუთო ოდირის დასკვნაში. არჩევნებს არაფერი არ ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები, აქედან გამომდინარე, არც ერთი სახელმწიფო და მithumetes საქართველოს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რომელიც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო ოდირის დასკვნა. არათუ კითხვები გამოიწვია, ესეთი გააფთრებული შეტევა არ ახსოვს, პრაქტიკაში არ არსებობდა არასდროს ევროპულ სივრცეში. შეუტიეს, იმიტომ რომ დადებითი დასკვნა დაწერა. თუ ეუთო ოდირი მიაჩნიათ ობიექტურ დამკვირვებლად და თუ ეუთო ოდირი მიაჩნიათ, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტია ასეთ ვითარებაში, გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანია, მოდი 24 წლის დასკვნა აღიარო. იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ეუთო ოდირზე გავაკეთოთ ისეთ სწორება და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება ნახევარსაათში მიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობას. მაგრამ ისე ვის ფარსი გავითამაშოთ, რომ ეუთო ოდირი ჩამოვიყოლოთ, ეს დაბულინგებული ეუთო ოდირია. მერე კიდე იმის დასკვნა, ვინ სად მოისვის, კაცმა არ იცის, ასეთ ვითარებაში ლაპარაკი ძედვედია.
არჩევნებში მარცხით გაღიზიანებული ოპოზიცია მოკავშირე უცხოელებთან ერთად EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამოც აკრიტიკებდა და წერილებს უგზავნიდა. ამის შემდეგ პიაკაუმა ჩვენს ქვეყანაში არ ჩამოვიდა. ახლა იგივე ჯგუფები, მათივე დაწუნებული EUTOS სადამკვირვებლო მისიის მოწვევას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.